თუ გსურთ რომ კორვისში გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია, მარჯვენა კუთხეში დააწვევით ღილაკს შესვლა, რის შემდეგაც აღმოჩნდებით ავტორიზაციის გვერდზე. რეგისტრაციისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს რეგისტრაცია, შემდეგ გადადიხართ მომხმარებლის რეგისტრაციის ფორმაზე, სადაც შეგყავთ თქვენი პირადი მონაცემები, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-პოსტა, რომელსაც გამოიყენებთ. და პაროლი, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ 1 დიდ ასოს, 1 პატარა ასოს და ციფრს და სიმბოლოს. ეს ამაგალითოდ ეს დიდი ასო, ციფრი, პატარა ასოები და სიმბოლო რაიმე. და გაიმეოროთ პაროლი, შემდეგ დაეთანხმოთ პირობებს და დააჭიროთ რეგისტრაციას. ამის შემდეგ ვერიფიკაციის მეილი გაიგზავნება, შეამოწმეთ თქვენი ელ-პოსტა. დაგხვდებათ აი ასეთი მეილი, დააწვევით ღილაკს, დაადასტურეთ ელ-პოსტა, რის შემდეგაც მოხდება მეილის დადასტურება და გადახვალთ კომპანიის რეგისტრაციის გვერდზე. კომპანიის რეგისტრაცია აუცილებელია იმისათვის, რომ ტენდერში მიიღოთ მონაწილეობა და გააგზავნოთ თქვენი შეთავაზებები. პირველ რიგში თქვენი კომპანია უნდა მოძებნოთ მონაცემთა ბაზაში. შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც დასახელებით, ასევე საიდენტიფიკაციო კოდითაც. თუ თქვენი კომპანია იპოვეთ ბაზაში, მაშინ ამოირჩევთ და დააწვევით მოთხოვნის გაგზავნას რეგისტრაციაზე, მაგრამ თუ არის ის შემთხვევა, რომ თქვენი კომპანია ვერ იპოვეთ ბაზაში, მაშინ ჩანაწერებით ვერ მოიძებნა, მოკლედ გამოიტანს კომპანიის რეგისტრაციის ღილაკს, სადაც შეგიძლიათ დააწვეთ ამ ღილაკს და დაარეგისტრიროთ კომპანია სახელით და საიდენტიფიკაციო კოდით. მაგრამ მოდი გავიმიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც თქვენი კომპანია მოიძებნა სიაში, ამოირჩევთ და დააწვევით მოთხოვნის გაგზავნას. ამის შემდეგ კომპანია წარმატებით დარეგისტრირდება და გადახვალთ კომპანიის პროფილის გვერდზე, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მონაცემები კომპანიის შესახებ და შემდეგ დაბრუნდებით და მიიღებთ სასურველ ტენდერში მონაწილეობას. ამით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.